საქართველოს ურთიერთობის შეფასებით, როგორ შეაფასებდით დღევანდელ მდგომარეობას საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში? მოდით თუ რეალურ გეოპოლიტიკურ ვითარებას შევხედავთ დღეს და ახლო მომავალში და თუ გნებავთ გრძელვადიან პერსპექტივაში, შეერთებული შტატები დარჩება ნომერ პირველ ყველაზე ძლიერ, მძლავრ ქვეყანად. ამიტომ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, შეერთებულ შტატებთან გონივრული, საღი, პრაგმატული ურთიერთობის აგება, თანაც პოლიტიკურ კონტექსტში, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის ინტერესებს, უმნიშვნელოვანესია. ქართული პოლიტიკა არათანმიმდევრულია მისი ორიენტაციული აქცენტების გამო და ეს იდეოლოგიით არის განპირობებული და არა რეალური სახელმწიფო ინტერესებით. ამიტომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა დარჩება და უნდა დარჩეს ძალიან მნიშვნელოვან რომ იტყვიან ასპექტად. მთავარი ის არის, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები მთლიანობაში სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რუსეთის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში. აქ არ არის მოწონება არ მოწონებაზე ან მინდა არ მინდაზე საუბარი. ორი დიდი ქვეყანა არის სამხედრო თვალსაზრისით ორი ყველაზე მძლავრი ქვეყანა მსოფლიოში. მათ აქვს თავიანთი ინტერესები. ეს ინტერესები წინააღმდეგობაშია მოსული. ჩვენ არ შეგვიძლია გავაგრძელოთ ის 700 წლოვანი აბსოლუტურად მცდარი გზა, როდესაც თამაშობდით თამაშებს ნულოვანი ჯამით. ანუ ვიღაცასთან ერთად ვიყავით მეორე დიდის წინააღმდეგ. ეს დასასრული უნდა გქონდეს ამ საქმეს. დიახ, ეკონომიკური, მეცნიერული, პოლიტიკური თვალსაზრისით კიდე გეუბნებით გქონდეს ძალიან დაინტერესებული ურთიერთობა ასეთ ქვეყანასთან არის მნიშვნელოვანი. ცხადია არის მნიშვნელოვანი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვის წინააღმდეგ იბრძოლო და სხვის წინააღმდეგ აკეთო აქ ისეთი რამეები, რომელიც არ შეესაბამება შენს ინტერესებს. რუსეთის გავლენა და მისი როლი. რამდენად დიდ გავლენას ახდენს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები საქართველოს საგარეო კურსზე და პარტნიორულ ურთიერთობებზე? მოდით დავიწყოთ ბოლოდან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, რუსეთი არის საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი. მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, იმიტომ რომ ქვეყნები ერთმანეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებენ და ურთიერთსასარგებლო შეთანხმებებს აღწევენ, ისე რომ თავიანთი სტრატეგიული ინტერესები არ იქნას დარღვეული. ეს არის დიპლომატიის მთავარი. ჩვენ არ აგვაქვს დიპლომატია, მაგრამ გეოპოლიტიკური ინტერესების გამო რუსეთი ცდილობს ჩვენ არ წავიდეთ ცალ მხარეს. ამდენად ეკონომიკურ ინტერესებზე თუ ვისაუბრებთ უშუალოდ საქართველოში, აქ დიდი არაფერი ინტერესები არ არის, მაგრამ რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასია და მათ შორის საქართველო. რატომ? ორი მთავარი ასპექტია, რომელიც აინტერესებს რუსებს. პირველი ეს არის კოლოსალური ენერგომატარებლები კასპიის ზღვისა, რომლის ტრასებზე კონტროლი მისთვის არის არსებითად სასიცოცხლო, ისევე როგორც ამერიკელებისთვის უკვე სხვა ინტერესიდან გამო. ეს ყველაფერი ევროპაში ტრასები გაკონტროლებული უნდა იქნეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის ენერგომატარებლები არავის არ დაჭირდება. მეორე, ეს არის უსაფრთხოება რუსეთისთვის, იმიტომ რომ საკმარისია სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში იყოს ისეთი წარმონაქმნი, რომელიც არის წმინდა დასავლური სტრუქტურისა, მაგალითად ნატო და რუსეთის მდგომარეობა გაცილებით მძიმე და საშიში გახდება, ვიდრე დღეს უკრაინაში მოვლენების გამო შეიძლება გამხდარიყო. ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს უშიშროება და ტრასების კონტროლი. შეერთებულ შტატებს ტრასები და არ დაშვება სამხრეთ კავკასიაში რუსული გავლენის დომინირებისა. აი
ეს ორი რამ თუ არ გვესმის ჩვენ ვერასდროს ვერ ავაგებთ რუსეთთან ურთიერთობას. არა და რუსები ჩვენ ჭირდება როგორც მეზობელი ქვეყანა, მოცემულობა, ყველა მეზობელი შენ უნდა იცოდე, მათთან უნდა კონდეს პრაგმატული ურთიერთობა, იგი არც უნდა გიყვარდეს, არც უნდა გძულდეს. ეს არის მოცემულობა, შენ მას ვერ შეცვლი. ასუსტებს თუ არა დასავლეთთან ურთიერთობას ჩვენი რუსეთთან ეკონომიკური კავშირი, თუნდაც სავაჭრო კავშირი? არა, საკუთრივ ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან არ ასუსტებს დასავლურ ურთიერთობებს, იმიტომ რომ ის პოლიტიკურ სფეროს განეკუთვნება. ნახეთ, რატომ არ ასუსტებს საქართველოს 2014 წელს დადებული აქვს ევროპასთან ინტეგრირების ხელშეკრულება, ხო სწორი, რომელიც წმინდა ეკონომიკური ხასიათისაა, მაგრამ ეს ხელშეკრულება აბსოლუტურად არაეფექტურია, არანაირ დიდ შედეგს საქართველოს არ აძლევს, თუმცა ეს მაშინვე იყო ცნობილი და მე ამას მიუძღვენი სპეციალური სამეცნიერო სტატიაც. არ ასუსტებს საქართველოს პოლიტიკის სისუსტე. გაურკვეველი პოლიტიკა, ორსკამზე ჯდომის რომ იტყვიან მიდრეკილება და არასოლიდური პოლიტიკური ლიდერების არსებობა სახელმწიფო სათავეში ქმნის სწორედ იმ საფრთხეებს, რაც საქართველოს აქვს სწორედ ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების გამო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტრამპის პრეზიდენტების შემდგომ არაერთი ცვლილება შეიტანეს კანონში, გაზარდეს გადასახადები. ამასთან დაკავშირებითაც რომ ვისაუბროთ, რამდენად რეალურია და როგორ აისახება თუნდაც ეს ცვლილებები საქართველოს ეკონომიკაზე. დაეხმარება ინვესტიციების მოზიდვაში, ასე ვთქვათ, აქ შეამცირებენ რაიმეს ტექნოლოგიური განვითარება თუ იქნება, რა სარგებელს ან ზიანს მოუტანს კონკრეტულად ჩვენს ქვეყანას. მოდით ასე ვთქვათ, საქართველოს ეკონომიკური, საინვესტიციო გარემო და ასე შემდეგ მთლიანად დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებაზე. შეერთებულ შტატებთან თუ გონიერი ხელისუფლება გვეყოლება, შეიძლება იყოს შესანიშნავი ურთიერთობები, იმიტომ რომ მეცნიერები იქ ფანტასტიკურად არის განვითარებული, მით უმეტეს ისეთ სფეროებში, რომელიც საბუნებისმეტყველო სამხედრო სფეროს უკავშირდება, თუ გნებავთ ეკონომიკის მეცნიერებას უკავშირდება, მაგრამ ქართული პოლიტიკა დღეს რაც არის გამორიცხავს ამერიკის შეერთებული შტატებიდან სარგებლობის მიღებას, ჩვენ ვერც რუსეთიდან ვერ ვიღებთ სარგებლობას, ისეც როგორიც უნდა ვიღებდეთ. ჩვენ ვართ გამოკიდებული აბსოლუტურად არასწორ პოლიტიკას, იმიტომ რომ ქართული პოლიტიკის ორიენტაცია ევროკავშირზე, მაშინ როცა სტრატეგიული პარტნიორი უნდა ყოფილიყო შეერთებული შტატები, ევროკავშირზე, რომელიც პოლიტიკურ ჯუჯას წარმოადგენს და საერთოდ არ წყვეტს მსოფლიო პოლიტიკაში არაფერს, მას სერიოზული რეგიონალური, რომ იტყვიან, მოთამაშის სტატუსიც კი არ აქვს, მაშინ როდესაც თურქეთსა და ირანს აქვს სერიოზული რეგიონალური მოთამაშეების, ან თუ გნებავთ საუდის არაბეთი აიღეთ, იგივე ინდოეთი აიღეთ, მექსიკა, ბრაზილია და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენი იდეოლოგიური გადახრები, რომელიც არ გამოდის საქართველოს ინტერესებიდან, ქმნის იმ უპერსპექტივო სიტუაციას, რაც დღეს საქართველოში არის. კიდე გეუბნებით, ორიენტირი შეიძლება იყოს ღრმა პოლიტიკური გააზრებით თუ რა ხდება მსოფლიო პოლიტიკაში და მეორე, შენ უნდა გაგაჩნდეს პრაგმატული ინტერესები, რომ ამ ურთიერთობებიდან მიიღო შედეგი. ქართული პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, პოლიტიკა მეცნიერების და განათლების სფეროში ეს არის დამანგრეველი და გამანადგურებელი, ამიტომ შენ არც კი გჭირდება ის მაღალი ტექნოლოგიები, იმიტომ რომ შენ იმ დონემდე დაიყვანე შენი ახალგაზრდები, შენი სპეციალისტების დონე, რომ მათ არ შეუძლიათ დღეს მოიმსახურონ იმ ტექნოლოგიებს, ან და შექმნან ეს ტექნოლოგიები.
აზიის მიმართულებით გადავინაცვლოთ, რამდენად მნიშვნელოვანი ხდება აზიის ქვეყნები საქართველოსთვის, როგორც სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორები? მოდით ასე ვთქვათ, ზუსტად იმ კონტექსტში, რაც მე ვისაუბრე ამერიკასთან, რუსებთან მიმართ, შენთვის აზიაც და აღმოსავლეთიც მოცემულობაა. დიახ, უნდა ეს ვინმეს თუ არ უნდა, ეკონომიკური ცენტრი გადადის ნელ-ნელა სამხრეთ აღმოსავლეთ, აი ეს ჩინეთის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონში. თუ შენ ეკონომიკის განვითარებას აპირებ, არ გინდა იმპორტზე იყო ამ დონეზე დამოკიდებული სამარცხვინო დონეა, ხო? კლანებს შეაჭამეს ქვეყნის ეკონომიკა, ხო? ცხადია შენ ასევე გამართული ურთიერთობა უნდა გქონდეს აზიის ქვეყნებთან, შუა აზიის ქვეყნებთან, ჩინეთთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ ამოვარდე პოლიტიკური კონტექსტიდან, გლობალური პოლიტიკური კონტექსტიდან და ეხლა ქართველები ამოვარდნილია აქედან, ხან დასავლეთი უნდათ, ხან ჩინეთი უნდათ სტრატეგიულ პარტნიორობად, რაც სრული სისულელეა, კიდე გეუბნებით, პოლიტიკური თვალსაზრისით სრული უაზრობაა და ძალიან სერიოზული შეცდომა, მაგრამ ეს შეცდომა რატომ იქნა დაშვებული, ვიღაც კლანებს საკუთარი ბიზნესების ჩინეთში ასაწყობად დაჭირდათ ეს ყველაფერი და ფუფეშკაშეს, რომ იტყვიან ამ კლანებს, რომლებიც საერთოდ გასაყრელი არიან ქვეყნის უბრალოდ რაიმე სამსახურებიდანაც კი არ და ძალიან დიდ ფულთან აქვთ კავშირი, სწორედ ხელისუფლების არასწორი გადაწყვეტილებების გამო. დიახ, ესე იგი, ცენტრი არის ასეთი, საქართველოს სახელმწიფო, თუ გვინდა, მოდი ასე შევთანხმდეთ, თუ გვინდა ეს ქვეყანა სახელმწიფოდ ქცეული. შენ კარგად გესმის გეოპოლიტიკური ვითარება, შენ ზუსტად იცი, ვის რა ინტერესები გააჩნია, შენ შეგიძლია მოძებნოს საუკეთესო გზა და არ იყო კონფრონტაციულ რეჟიმში, რადგან შენ არ წარმოადგენ იმ ძალას, რომელსაც შეუძლია რაიმე საომარი მოქმედება განახორციელოს ვინმეს მიმართ და რაში გჭირდება შენ საომარი ურთიერთობები, თუ კი შენ არ შეხვალ ისეთ კონფლიქტში, როცა გაცილებით დიდი მოთამაშეები შევიდნენ ერთმანეთთან დაპირისპირებაში. შენ ამ დაპირისპირების მონაწილე არ უნდა იყო. გვაქვს პერსპექტივა აზიასთან ურთიერთობის ეკონომიკურად ძალიან კარგი. არის თუ არა ეს სტრატეგია, ქართველების ეს სტრატეგია, მხოლოდ გეოპოლიტიკური დაბალანსების მცდელობა? მოდით ასე ვთქვათ, ეს დაბალანსება ის სიტყვა, რომლის ძალად საქართველოს არ აქვს. მაგრამ საქართველოს შეუძლია ყველა მთავარ ქვეყანას, ვისაც კი და პირველ რიგში ეს რუსეთი არის და შეერთებული შტატები და არის ორი ძალიან ძლიერი რეგიონალური მოთამაშე, რომლის იგნორირება არ შეიძლება და მათ აქვთ ისტორიული, რომ იტყვიან, სტატუსი სამხრეთ კავკასიაში სერიოზული გავლენების, ეს არის თურქეთი, ირანი. ჩინეთზე უკვე ვისაუბრეთ, რამდენად ეფექტიანია თურქეთთან ეკონომიკური კავშირები, როცა ის ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მოდით ასე ვთქვათ, მოხდა იმ უბედური 90-იან წლებში ცალმხრივი ურთიერთობის აგება თურქეთთან, რაც უზარმაზარი შეცდომა იყო და ფაქტობრივად მთელი ათწლეულები ქართული ექსპორტი მიზერული და მთელი იმპორტი დავკიდეთ თურქეთზე, რაც აბსოლუტურად დიდი შეცდომა იყო. თურქეთს თავისი ინტერესები აქვს პოლიტიკური კონტექსტიდან რაიმე ეკონომიკური ურთიერთობების აგება ნებისმიერ ქვეყანასთან იქნება შეცდომა. ამიტომ თურქეთიდან რაც ჩვენ ნელ-ნელა უფრო დაბალანსებულ ეკონომიკურ ურთიერთობაზე გადავალთ, კარგი იქნება. თქვენ დააკვირდით ერთ რამეს, თურქები ჭკვიანი ხალხია, ახლა ყოველ შემთხვევაში მათ შესანიშნავი ქვეყანა ააგეს, მათი წარმოება საკმაოდ მაღალ დონეზეა, მათ ევროპაში გააქვთ სერიოზული არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო, არამედ სამრეწველო, მაგრამ ის სხვა ხარისხისაა, სხვა მაღალი ხარისხისაა, დააკვირდით რა შემოდის თურქეთიდან საქართველოში, უხარისხო, აი მესამე დონის ქვეყნებისთვის განკუთვნილი იმპორტი და ჩვენ
ვაკეთებთ იმას, რომ ჩვენ მოქალაქეებს ამ საკმაოდ უარგის პროდუქციას ვაძლევთ. თუმცა, მოდით ასე ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლებების უპასუხისმგებლობის გამო არა მარტო თურქეთიდან შემოდის უხარისხო საკვები პროდუქცია. ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ დიდი დაძაბულობაა, გარდა პოლიტიკისა, ბიზნესებიც გაყოფილები არიან. რამდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩვენი ეკონომიკისთვის, რამხელა ზიანი მოუტანა ამ პოლიტიკურმა განხეთქილებამ და რა ზარალი აქვს საქართველოს? როგორც ვიცით, უამრავი ბიზნესია, რომელიც ამბობს, რომ ნელ-ნელა თამაშიდან გადიან, ასე ვთქვათ, ვეღარ აუდიან ხარჯებს და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება დაბალანსდეს, რომ პოლიტიკა არ შეეხოს მეტნაკლებად ბიზნესს და ჩვენი ეკონომიკა შედარებით გამყარდეს, ასე ვთქვათ. მოდით ასე ვთქვათ, ის სიტუაცია, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოში, გამორიცხავს ქართული ეკონომიკის განვითარებას. დაწყებული ჯერ კიდევ სამხედრო გადატრიალებიდან, რამაც დაამხო ფაქტიურად ქართული სახელმწიფო, ამის შემდეგ გაჩნდნენ კლანები ეკონომიკაში, რომლებიც უშუალოდ ხელისუფლების მფარველობის ქვეშ იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს იყო პირველ რიგში შევარდნაძის დროს. პირველი დიდი ფული სწორედ იმ კლანებმა იშოვეს იმ პერიოდში. შემდეგ სააკაშვილმა გააკეთა ის, რომ დაყო სეგმენტები, შენ გაქვს ეს იმპორტი, აქეთ ვერ გადმოხვალ, შენ გაქვს ეს, შენ გაქვს ეს, გააჩინა გარკვეული კლანები. მოვიდა ახალი ხელისუფლება 2012 წელს და იგი სისტემას არ შეეხო, მას თავისი კლანური ინტერესები ჰქონდა. ამდენად საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური გარემო არ არის. აქ დამოუკიდებელი სერიოზული ბიზნეს ჯგუფის გაჩენა ფაქტობრივად შეუძლებელია, იმიტომ რომ მას უბრალოდ მოხუთავენ. ყველაფერი არის გაყოფილი, მათ შორის წინა ხელისუფლების დროს წართმეული და გაყოფილი ბიზნესები უკან არ დაუბრუნდა ხალხს, ხელუხლებელია ყველაფერი. დღევანდელი ხელისუფლება, წინა ხელისუფლება ერთი სისტემის ნაყოფი არიან და ამდენად ეკონომიკის, მოდით ასე ვთქვათ, ოლიგარქიზაცია. ყველა სფეროში არის თავისი ოლიგარქი, ყველა სფეროში ამ ოლიგარქს მფარველობს ხელისუფლების უმაღლესი პირი, სხვა შემთხვევაში ვერავინ ვერ გააკეთებს ბიზნესს. რაც შეეხება წესიერ საქმიან ქართველებს, რომლებსაც მართლა შეუძლიათ საკუთარი შრომით მიაღწიონ და ახალი ბიზნესები გააჩინონ, მათ გადაკეტილი აქვს ფინანსური წყაროები. ერთადერთი წყარო დარჩენილია ბანკი საქართველოში, ბანკი კი თავად არის ჩართული ამ ყველაფერში, ამიტომ ბანკს თავისი ბიზნეს ჯგუფები ყავს, იგი მას სხვანაირად აფინანსებს, აქ ფასი ფულისა უზარმაზარია ბიზნესისთვის. მოდით პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს ბანკებში ბიზნესისთვის განკუთვნილი სესხების პროცენტის დაფარვა ლეგალური სფეროში მომუშავე ეკონომიკური აგენტებისთვის შეუძლებელია. რეალური კანონიერი ბიზნეს საქმიანობა არ იძლევა შემოსავლიანების ისეთ ნორმას, რომ თქვენ ადგეთ და 17 და 18% კაპიტალის ღირებულებაში გადაიხადოთ. მაშინ კიდე მოდით უბრალოდ დავთვალოთ. ამ ხელაფული ფული ღირს, ბიზნესი რო აკეთო. გადასახადები თავისია, ხო სწორია? სახელმწიფო უნდა გაისტუმრო მომწოდებლები, კომუნალურები და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ თქვენ, რამხელა უნდა იყოს შემოსავლიანობის ნორმა 50%, 70%, 100%, ასეთი რამ არ არსებობს ლეგალურ ეკონომიკაში, მსოფლიო ეკონომიკაში. მსოფლიოს ნომერ პირველი ინვესტორი ბაფეტი თავის ყოველწლიურ მიმართვაში თავის პარტნიორებს, აქციონერებს იმას
უხსნიდა, რომ მისი 12%-იანი შემოსავლიანობა გაცილებით მყარი და რეალური იყოს და არის, ვიდრე ვთქვათ, სარისკო საქმეებზე გამოკიდება. ეხლა მითხარით, თუ უორენ ბაფეტის პარტნიორები 12 და 14%-ზე არიან თანახმად წლის განმავლობაში და ეს კარგ მოგებად ითვლება, საქართველოში 12 და 14% ფული ღირს. უფრო მეტი. ამიტომ ყველაფერი თავდაყირა, ეს არის ხელისუფლების ბრალი, ამას ვერ დააბრალებ თქვენ ბანკებს, იმიტომ რომ ბანკების ეს მახინჯი სისტემა შექმნილია საქართველოს ხელისუფლებების მიერ ბოლო 32 წლის განმავლობაში, აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ასეთი ფინანსური ინფრასტრუქტურის პირობებში კერძობის ნაცი განვითარდეს. მეორე, კერძო დამოუკიდებელი ბიზნესის განვითარება ასეთი ხელისუფლებისთვის, როგორც დღეს საქართველოშია, არის სასიკვდილოდ საშიში, ამიტომ ისინი არ დაუშვებენ ამას, იმიტომ რომ თავისუფალი საკუთარი შრომით ფეხზე დამდგარი ბიზნესმენი დაიწყებს იმაზე ფიქრს, რომ თავისი საქმე რომ უკეთ განავითაროს, ვინ არის პოლიტიკაში ის ხალხი, მისი მხარდაჭერა შეიძლება. აი ეს კი სასიკვდილოდ არ ჭირდება, არც წინა ხელისუფლებას ჭირდებოდა, არც ამ ხელისუფლებას. რატომ? თუ შენ უმუშევარი ხარ, ცოლისთვის 30 წელი ერთი კაბა არ გიყიდია, ბელადის შემყურე ხარ, შენ გაცილებით კარგი სამართავი ხარ, ვიდრე ბიზნესმენი, რომელმაც თავისი შრომით კეთილდღეობა შეიქმნა და ის უკვე პრაგმატული ჭკვიანი ადამიანია, რომ საკუთარი მომავალი არ გაიფუჭოს არასწორი არჩევანი. აზიის ქვეყნებს დავუბრუნდეთ. რა დარგებია საქართველოში, სადაც აზიის ინვესტიციები შეიძლება იყოს განსაკუთრებით ეფექტიანი, ასე ვთქვათ, აი მაგალითად ენერგეტიკა, ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, ან ყველაზე მეტად სად შეიძლება აზიის მოდით ქვეყნებმა ახლა რეალობას თუ გადავხედავთ, ამ წუთში ყველაზე რეალური, ყველაზე სწრაფი შედეგის მომცემი არის, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობა, აგრარული სექტორი. რატომ? ჩვენი სოფლის მეურნეობა, რომელიც 12 თვის განმავლობაში, იმიტომ რომ სასწაული ამ პატარა ქვეყანაში კლიმატური ზონებია, 12 თვის განმავლობაში და 24 საათის განმავლობაში ყოველდღე წარმოების საშუალებას იძლევა. პროდუქტები კი სტრატეგიული მნიშვნელობისა და მრავალ ქვეყანას, ათობით ქვეყანას აქვს პრობლემები. ამიტომ წლები რომ არ ჭირდება და ძალიან სწრაფ შედეგს იძლევა, თანაც სოფელი არის ძალიან კომპლექსური დარგი, მეცნიერება ჭირდება, მანქანათმშენებლობა ჭირდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქნება საუკეთესო დასაწყისი. მე ვიტყოდი ასე, რომ აგრარულ სექტორში განხორციელებული გონივრული ინვესტიციები იქნება ის გამშვები მექანიზმი, რომელიც შემდეგ ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და იმ სფეროებში გახდის რეალურს და მომგებიანს ინვესტიციებს, რომელიც უკვე დაკავშირებული იქნება სერიოზულ სფეროებთან. თავარი ამისთვის საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკა. განათლება, მეცნიერებაზე აქცენტი, პროფესიონალურ განათლებაზე აქცენტი, სამწუხაროდ ხელისუფლებას შორსა ყველაფერი ამისგან. და ბოლოს თქვენი შეფასება როგორც ექსპერტის დღეს რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში და როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან? რა რიცით, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა აქედან, ყველაფერი არა მარტო ჩამოყალიბებული, არამედ დაწერილია. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია. ეს კონცეფცია შედგება, მე რასაც ხელმძღვანელობდი, ეს არის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და აგრეთვე სახელმწიფო კონსტრუქცია, რაც მე მთხოვეს. ყველაფრის რეალიზაცია ჯერ კიდევ შეიძლება, მაგრამ ამას უნდა პოლიტიკური ნება, პირველი, მეორე ამას უნდა პროფესიული პოლიტიკურად მოაზროვნე, პროფესიულად ორიენტირებული ხალხი და შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს დღევანდელი მისი საკმაოდ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად შეიძლება იყოს ერთ-ერთი მძლავრი ქვეყანა, სადაც მისი მოსახლეობა კეთილდღეობაში ცხოვრობს,
არ ვამბობს. ტომებია გაკეთებული. ეხლა რომ ცოდნე რომ თქვენთან ინტერვიუ იქნებოდა, წამოვიდოდი, ყველაფერი წამოვიღებდი, დალაგებულია, როგორი უნდა იყოს სოციალური პოლიტიკა, რა გვინდა? სახელმწიფო გვაქვს, რა გვინდა? განათლება, მეცნიერება, ჯანდაცვა და ასე შემდეგ, ესაა სოციალური სფერო. რამხელა ამოცანებს ვსახავთ. ამას ემსახურება ეკონომიკა, ხო? ეკონომიკაც კი დალაგება უნდა და ეს მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ანუ გადასახადები, საბიუჯეტო პოლიტიკა, ბიუჯეტ შორის ურთიერთობა და ფულად საკრედიტო პოლიტიკა. 4-ვე არის კატასტროფული. შემდეგ, რა კი ამას დავალაგებთ, ეხლა უნდა სტრუქტურული რეფორმები. ანუ რა ხდება, რა იქნება ენერგეტიკის სფეროში პოლიტიკა, გვაქვს შესანიშნავად გაკეთებული. რა იქნება სოფლის მეურნეობა, რა იქნება ტრანსპორტი, რა იქნება ინოვაციური ხაზს უსვამს საქართველოში ყველაფერი გათვლილია იმისთვის, რომ ქვეყანა გადავიდეს ინოვაციური განვითარების რელსებზე. კიდე გეუბნებით, ალტერნატივა არ არსებობს. თუ გვინდა, თუ არ გვინდა, ვიქნებით ამ უბედურებაში, პრიმიტიულ კვლავწარმოებაში, მექრთამეობაში ჩაფლული და იმპორტზე ჩამოკიდებული. მითხარით ერთი, რომელი სახელმწიფო პოლიტიკაა გორის რაიონში ბაღს ჩეხავდეს ხალხი და შენ 4000 ტონაზე მეტი ვაშლი შემოგონდეს, ისიც საკმაოდ დაბალი ხარისხის, მაშინ რომელიც ვერ შეედრება, ვერც იმ ვაშლს, რაც არის გორის რაიონში და ვერც სამხრეთ საქართველოში, ანუ სამცხე-ჯავახეთში არის. ესე იგი, კიდე გეუბნებით, ვაშლი შემოგაქვს, მწვანილი შემოგაქვს, კიტრი პამიდორი, თუ ამას კიტრი და პამიდორი ქვია, რა ვიცი, ეხლა კი შემოგაქვს, ხოცორია. ესე იგი, შენ უბრალოდ ამ კლანების მეშვეობით ახორციელებ იმას, რომ ის კლანი შენია, მოდით ეხლა ღიად ნუ დავმალავთ, კლანის ფული შენიც არის და შენ ეს ქვეყანა გადააქციე, ფულის, მოდით ქუთაისურად გეტყვით, ფულის საშოვნი ცეხი. კი იცით თქვენ, ადრე ცეხები იყო ფულის საკეთებელი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა. ინტერვიუსთვის.